სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ბიზნესთან მორიგი შეხვედრა გამართა. ამჯერად სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე სააგენტოს ხელმძღვანელს ავეჯის მწარმოებელი კომპანიები შეხვდნენ. რა პრობლემებს აწყდება ბიზნესი ტენდერებში მონაწილეობისას, ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ჩვენი რეპორტიორი ელენე გოგბერაშვილი გაეცნო და ის ახლა დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდის. ელენე, გისმენ ჩემ პირდაპირ ეთერში ხარ. სანდრო, ისევე როგორც სხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ავეჯის მწარმოებლებით სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისას ძირითადად ანაზღაურების ვადებთან დაკავშირებულ პრობლემებს აწყდებიან. ასევე პრობლემას ქმნის ფასწარმოქმნის ადეკვატურობასთან დაკავშირებული მოთხოვნები. კვლავ დაუძლებელია ასევე ტენდერების გამოცხადებისას დღგ-ის საკითხი და შავი სია, რომელშიც მოხვედრის მიუხედავად კომპანიების დამფუძნებლები ახალ კომპანიებს ქმნიან და კვლავ იღებენ მონაწილეობას ტენდერებში. ამ და სხვა პრობლემურ საკითხებზე შესყიდვების სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე გადასახადების გადამხდელთა კავშირის წარმომადგენლებმა ისაუბრა. ორგანიზაციები, რომლებიც შავ სიაში მოხვდნენ, მინიმუმ იმ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მინიმუმ 6 თვე მაინც ჰქონდეთ აკრძალვა ახალი კომპანიით შემოსვლისა და ახალი კომპანიით დარეგისტრების იქიდან გამომდინარე, რომ მაშინ არ იქნება ეფექტური იგივე შავი სიის წარმოება და თუ კომპანია გამოუცდელია, ანუ 2 დღის გახსნილ კომპანიას არ ჰქონდეს შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებში მონაწილეობის უფლება. ხშირად ტენდერები ცხადდება დღგ-ის ჩათვლით, როცა აპრიორი ჯობია რომ გამოცხადდეს დღგ-ის გარეშე. პრობლემებია ფასწარმოქმნის ადეკვატურობის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ჩვენი რეკომენდაცია ფასწარმოქმნის ადეკვატურობისათვის განისაზღვროს მხოლოდ ექსპერტის დასკვნა. მთავარი პრობლემური საკითხი, რაც სახელმწიფო ტენდერებთან არის დაკავშირებული ბიზნესისთვის, კვლავ შემწყიდველი ორგანიზაციების მხრიდან დროული ანგარიშწორებაა. მათი თქმით, ამას გარდა არასამართლიან პირობებში უწევთ კონკურენცია 2 დღით ადრე დაფუძნებულ კომპანიებთან, რომლებსაც შავ სიაში მოხვედრის შემდეგ აფუძნებენ და ხშირ შემთხვევაში შლიან კიდევაც ტენდერებს. ეხლა ვმუშაობთ ჩვენს საჯარო რეესტრთან, რომ მოვახდინოთ იდენტიფიცირება იმ კომპანიის წარმომადგენლების და დამფუძნებლების, რომელიც ერთხელ მოხვდნენ შავ სიაში და არ გამოვრიცხავთ ჩვენ მეორე, ასე ვთქვათ, შავი სიაც გავაკეთოთ თვითონ დამფუძნებლების, რომ მათ აღარ შეეძლებათ, თუმცა შემწყიდველი ორგანიზაციების კისერზე არის ის 2 დღის გამოვლენი კომპანიას არჩევს თუ როგორ მიმდინარეობს. ჩვენ ახლა ვამუშავებთ რეკომენდაციას, როგორ უნდა მოხდეს თუნდაც აი გამარტივებული შესყიდვის დროს კომპანიებში ბაზრის კვლევა და მათი გამოვლენა და შერჩევა. როგორც მოისმინეთ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ყველა იმ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით, რასაც ბიზნესი ტენდერებში მონაწილეობისას აწყდება, გეგმავს მყისიერ რეაგირებას. გამოცხადდება თუ არა ტენდერები დღგ-ის ჩათვლით ან მის გარეშე, ამ საკითხზე სააგენტო კონსულტაციებს უკვე გადის ფინანსთა სამინისტროსთან. რაც შეეხება ფასწარმოქმნის საკითხს, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან რაზმაძემ განაცხადა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად და დემპინგური ფასების წარმოდგენისგან თავის არიდების მიზნით, მათ უკვე დახურეს ტენდერის მიმდინარეობისას მონაცემები და მონაწილეები ვერ ხედავენ სხვა პრეტენდენტების შეთავაზებებს. რაც შეეხება შავ სიას, ლევან რაზმაძემ არ გამორიცხა ამ პრობლემის მოგვარების მიზნით მეორე შავი სიაც შეიქმნას. დება პირობები, იდება ხელშეკრულებები, ყველა თავისი დოკუმენტაციით და რატომღაც იგვიანებს გადახდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე აი ამ პროცესში, იმიტომ რომ იმპორტიორი კომპანია მაინც განსხვავებული პრინციპით მუშაობს, აუცილებელია ყველა ნორმის გადახდის შემთხვევაში დაცვა. ამიტომ ძირითადი საკითხი ეს იყო. სხვადასხვა კომპანიების შექმნის მომენტები შავ სიაში მოხვედრების შემდგომ, რომელიც მერე გამოცდილების მქონე კომპანიებს ხელს არ უშლის, ვერ ვიტყვი, მაგრამ უბრალოდ არის რაღაც არასამართლიანი მომენტები, იმიტომ რომ დებენ ძალიან დემპინგურ ფასებს და რეალურად აზრს კარგავს, ასე რომ ვთქვა, ტენდერში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ კონკურენტუნარიანი არ ხარ აბსოლუტურად. შესყიდვების სააგენტო ბიზნესთან დიალოგის ფორმატში შეხვედრებს აგრძელებს და მომდევნო შეხვედრა სამაგვისტოს კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებთან არის ჩანიშნული. ეს იყო ელენე გოგბერაშვილი, ძალიან დიდი მადლობა მას თემის საინტერესო რეზუმირებისთვის.